არჩევანი გააკეთა დღეს სამტრედიის მოსახლეობამაც 50 უბანი და 5 კანდიდატი რაიონში ხმის მიცემის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა დაფიქსირდა რამდენიმე ხარვეზი, რომელიც ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო. და სამტრედიაში მირიან გორგოძე მუშაობს, რომელიც ბოლო ინფორმაციით გვერდება პირდაპირ ეთერში. მირიან, როგორ ჩაიარა არჩევნება და რა ხდება ამ წუთებში რაიონში? ხალხების მსგავსად სამტრედიაშიც უკვე შუალედური არჩევნები დასრულებულია დაახლოებით 1 საათის წინ საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. მე შეგახსენებთ, რომ პარლამენტარის მანდატის მოსაპოვებლად სამტრედიიდან 5 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მონაწილეობდა არჩევნებში. ესენი არიან ემზარ შუბლაძე, გოჩა ბაძგარაძე, ბადრი გოგელაშვილი, მორისონ ქობულია და გიორგი კახიანი. სამტრედიის ოლქში სულ ამ დროისთვის არის 48500 ამომრჩეველი და ამათგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21,100 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 43%-ს შეადგენს. საოლქო კომისიის მონაცემებით და ინფორმაციით არჩევნებმა 7 ვითარებაში მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა ამ მონაცემებს არ ეთანხმებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც დღის განმავლობაში ორჯერ გამართეს ბრიფინგი და სხვადასხვა უბნებზე მათ მიერ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს. შეიძლება ითქვას, რომ საპასუხოდ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე ბრიფინგი გამართეს ასევე ქართული ოცნების სამტრედიის შტაბში, სადაც განმარტეს, რომ არჩევნება სამტრედიაში დემოკრატიულ, თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა საკუთარ მხარდამჭერებს წინასწარ გამარჯვებაც კი მიულოცეს. ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი დარღვევები დაფიქსირდა. სამტრედიაში დღეს არჩევნებს გარდა იმისა, რომ ესწრება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, აგვირდებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, აგვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაიწერა ძალიან ბევრი საჩივარი, რამოდენიმე ათეული საჩივარი. და ძირითადად არის პრობლემები გადასატანხმებთან დაკავშირებით, მარკირებასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა ამორჩეველთა სიის გაყალბებას, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უბნებზე სხვა პიროვნებების მიერ სხვისი სახელი და გვარით ხმების მიცემას. ჩვენ 1 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც ჩავატარეთ საკმაოდ ობიექტური, საკმაოდ მოწესრიგებული არჩევნები, დღეს გვიწევს ისე უკან დაბრუნება იმასთან დაკავშირებით, რომ არის გონიურული ეჭვი იმისა, რომ მართველი პარტია ცდილობს არჩევნების გარკვეული გზით გაყალბებას და ცდილობს მანიპულირებას და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხმების დაცვას. ყველა წინასაარჩევნო შედეგით ჩვენ დამაჯერებლად ვიდერობთ, ხოლო დაველოდებით უკვე კომისიის შედეგებს, რაც დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე უკვე ცნობილი იქნება. შესაძლოა იყო პროცედურული დარღვევები, თუმცა ამაზე არის საუბარი მხოლოდ პროცედურულ დარღვევებზე, თუმცა არსები დარღვევებს ადგილი არ ქონია. ფაქტიურად საოლქო კომისიაში არსებითი საჩივარი ისეთი არ შემოსულა, დაველოდებით უკვე საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას. სამტრედიაში დღეს ბაღდათისა და ნაძალადების მსგავსად შუალედური არჩევნები ჩატარდა. სამტრედიიდან არჩევნებში მონაწილეობას 5 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იღებდა. არჩევნებში მონაწილეობა ამორჩეველთა საერთო რაოდენობის 43%-მა მიიღო და საოლქო კომისიის მონაცემებმა სამტრედიის მთლიან ოლქში მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. დიდი მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა სამტრედიიდან პირდაპირ ეთერში.